დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოს ზურაბ ჭეტრიშვილს. დაგულოცეთ მამაო. მოგესალმებით. ჩვენსაც წერემაყურებელს მივესალმეთ. თქვით რომ ალბათ საზოგადოების ის ნაწილი, ანუ მორწმუნე ადამიანებს გულისხმობთ, რასაკვირველია, ვინც ხშირად ესწრება ღვთისმსახურებას, აუცილებლად შენიშნავდა იმას, რომ საეკლესიო საგალობლებში ძალიან ხშირად ისმის წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელი. გასულ კვირიაკესაც შეგოხსენა ეკლესიამ წმინდანის ხვაწლი მისი ხსენება იყო, თუმცა როგორც ვიცით, ასევე მეხუთე კვირას აღინიშნება მისი ხსენება. აი ამის შესახებ რომ ვისაუბროთ, თქვათ, ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ დედა ეკლესიამ დიდ მარხვის კონკრეტულად ამ პერიოდებში დააწესა მისი ხსენების დღე და აი რა მნიშვნელობა აქვს ამას და თქვათ, რას შეგვახსენებს დედა ეკლესია ამით და რა უნდა გულისხმავთ. მე დაგულოცოს ეს წმინდანი ერთ-ერთი გამორჩეული არის თავისი ღვაწლით, თავისი ცხოვრებით და ამიტომ მისი ცხოვრება ასე თუ ისე ყველა მორწმუნემ, ვინც კი ეკლესიაში დადის, შეხება აქვს ეკლესიიდან, ასე თუ ისე იცის თუ რა მოღვაწეობა ჰქონდა მას და ამიტომ იქიდან გამომდინარე ეკლესიაც ადგენს მისი ცხოვრება იყო განსაკუთრებულად გამორჩეული. ერთი რომ ახალგაზრდობაში ძალიან მძიმე ცხოვრები ცხოვრობდა, ნებადი ცხოვრები ცხოვრობდა, შეგნებულად აკეთებდა ამ ყველაფერს და შემდგომში ძალიან დიდ სინანულში შემოდის ადამიანი და ცხოვრებაც განსაკუთრებულად გამორჩეული აქვს. ამიტომ დიდ მარხვის პერიოდში ეს სწორედ ამიტომ დგინდება მისი ხსენება, რომ ადამიანებს მოუწოდებს ეკლესია, რომ თუ რა არის სინანული. ამიტომ ერთი დღე ახლა კვირიაკეს ხიხდა იქნა მოხსენებული, რომელიც დღესაც დადგენილი არის მისი ხსენების დღე, მაგრამ მეხუთე კვირას კიდევ იხსენიება მარიამ მეგვიპტელი, რადგან დიდი მარხვა თავისი არსებით და ზოგადად ქრისტიანის ცხოვრება სინანულზე უნდა იყოს აგებული. რადგან მაცხოვარი თვითონ რომ მოვიდა ასე გითხრა, რომ არა მოსულ ვარ მართალთა წოდება, თუ არამედ ცოდვილთა სინანულად. და ეს სინანული სწორედ არის არსებით, რის შედეგადაც და შემდეგაც ადამიანი მიდის უფალთან. და სწორედ აი ამ მარხვაში მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებით გვახსენებს ჩვენ ეკლესია თუ რა არის არსებითად სინანული. ამიტომ დგინდება ეს დღე და მისი ხსენება, ეს ნათობი ადამიანთათვის გაუმაფხიზლებელი თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რომ მივიდეს უფალთან. აი ამიტომ არის დადგენილი მისი დღე ამ კვირაში, მარხვის პერიოდში. მამაო, თუ შეიძლება რომ მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება მოკლედ კიდევ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და აი როგორ მოხდა მისი მოქცევა განსაკუთრებით ეს არის საინტერესო, რა ძალა მოფიცგა მას სინანულისკენ. დიახ. აი ეს როგორც თქვით, მძიმე ცხოვრები ცხოვრობდა ეს 12 წლის ასაკიდან, როგორც გადმოცემა არის. ცხოვრობდა მეძაობით, ის შეგნებულად ცხოვრობდა ასეთი ცხოვრებით და მისთვის არსებითად ასეთი ჩამოყალიბებული აზროვნება ჰქონდა, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება იყო და აი ასეთი ყოფით აგრძელებდა ცხოვრებას, მიზანმიმართულად ასტუნებდა ხალხს, ფულსაც კი არ იღებდა ხშირ შემთხვევაში, რომ გარკვეულწილად ჩაეგდო ხალხის ასტურში და ერთ-ერთი დღეს, როდესაც მორწმუნეები მიდიოდნენ იერუსალიმში, აი მან იფიქრა, რომ წაყვებოდა მათ და იქ აცტუნებდა ადამიანებს, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა. აი ეს იყო მიზანი მისი იერუსალიმში წასვლისა. თუმცა ტაძარში ვერაფრით ვერ შევიდა, არაფრით არ შეუშვა, ძალამ რომ მიახლებოდა უფლის ჯვარს და ამიტომ აი ამის შემდგომ იწყება მასში გარკვეული განცდა თუ რა იყო ეს. ყოველთვის მოწოდება ადამიანის სინანულისკენ არის მოდის უფლისგან. და ეს უფლის მოქმედება, ეს ძალა სხვადასხვანაირად მოქმედებს ხოლმე კონკრეტულ ადამიანთან. ეს შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ასეთი სახით
ასეთი სახით გამოვლინდეს, როდესაც თქვათ ვერ შედის ტაძარში, შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის პირიქით ტაძარში შევიდეს, კონდეს გარკვეული შეურაცხყოფის მიყენებაც კი ყოფილა ხოლმე, რომ ტაძარში შესულან და შეურაცხყოფა და შემდგომ იწყება ასეთი სინანული თუ რა გააკეთეს მათ. აი წმინდა მარიამის შემთხვევაში სწორედ ასე არის, რომ ის ვერაფრით ვერ მიახლება ჯვარს, ის ვერაფრით ვერ მიდის ჯვართან, რომ ეამბოროს. და ამის შემდგომ ის ითხოვს ღვთისგან, რომ შეწამნოდა მას უფალი, რომ შეძლებოდა მას მიახლება უფალთან და ახმაზდებს, რომ ის ყველანაირად შეეცდებოდა, ყველანაირად ყველა ღონეს იხმარებდა, უნდაც კი ჯვარს მიახლებოდა. აი შემდგომ არის გამოცხადებით ეტყვიანმა დედაღვთისმშობელი ეუბნება, რომ უნდა გადასულიყო იორდანეს და აი იქ უნდა ყოფილიყო და ამის შემდგომ შეძლებდა ეს. ასე იწყებს ცხოვრებას, ის განმარტოვების ცხოვრებას, განდეგილ ცხოვრებას იწყებს და საშინელ ბრძოლებში ვარდება ის, იმიტომ რომ შესაძაც ადამიანი გარკვეულ ცოდვაში ცხოვრობს, ეშმაკი მასზე გარკვეულ მის სულზე გარკვეულ დახს ასმევს და ამის შემდგომ იცის თუ რა სისუსტე აქვს ადამიანს, რომელიც ვნებისკენ არის ის მიდრეკილი და შემდგომ ამისა იწყებს მასზე ზემოქმედებას და ესე როგორც არის ადამიანის სულში აღძრას იწყებს გარკვეული ვნების. ესევე როგორც ეს გარკვეული პროცესი არის, როდესაც ადამიანის განწმენდა ხდება, სულის განწმენდა ხდება. ასევე მამათემია როგორც არის გადმოცემული, ეს საზვერეები რაც არის, ზოგიერთი ადამიანი ამ საზვერის განცდას აქვე იწყებს. და ეს განცდა არ არის მარტო ეს სიტყვიერი შეგონება, თქვათ ეშმაკისგან, რომ ის ასეთ ცოდვაში ვარამედ აღძვრა იქნება ეს სულის, როდესაც გადის ამ ქვეყნიდან, არა თქვათ სიტყვიერად შეასმენს მას ეშმაკი და იტყვის, რომ ეს ასეთი ცოდვაში არამედ აღძვრით, რაც არის ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა სულისთვის, ყველაზე უფრო ტკივნეული, რომ დამამძიმებელი, რომ მას ის ასეთ მდგომარეობაში ვარდება. აი სწორედ 17 წელიწადი მოუწია მას ასეთ ბრძოლაში ყოფნა. და ფაქტიურად მისი ღვაწლი სწორედ ის არის, რომ ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან, ის აღარ დაბრუნდა არაფრით იმ ყოფასთან, რომელშიც ის ცხოვრობდა. მის ღვაწლი შემდგომში სხვადასხვა მადლით დაგვირგვინდა უფლის მიერ მას სხვადასხვა ნიჭი მიეცა განჭვრეტისა, ცოდნისა, წინასწარწოდნისა და ასე შემდგომ. და აი აქედან გამომდინარე უნდა ვითქვას, რომ მარიამ ეგვიპტელი არის გამორჩეული ადამიანი თავისი ცხოვრებით. უნდა ვიცოდეთ, რომ სინანული არ არის მარტო სიტყვიერი რამ. ახლა დღევანდელ დღესაც ჩვენ ბევრ ადამიანს ხონია სინანული, ვინც ეკლესიაში მოდის, სინანულით მოდის, რა თქმა უნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ეს სინანული განქარდეს, ესე არის ხოლმე და მე რაღაც გაუბრალოება ადამიანის რაღაც ჩაოლებრივ მდგომარეობაში ამბობს თითქოს ახსარებას, მაგრამ ხშირად შეიძლება არც განიცდის, არ განიცდის სინამდვილეს. უბრალოდ ესე აფიქსირებს, რომ ასეთი რაღაცა გაუკეთებია. და სინამდვილეში, როდესაც ნამდვილი არის ეს განცდა და სწორი არის უფლის მიმართ დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი ასე ამა თუ იმ ცოდვას ჩადის და შემდგომ მოდის უფალთან, ეს განცდა ასეთი არის, რომ აი მაპატია უფალო, მე შემეშალა, მე ასეთ ცოდვაში ჩავარდი, მაგრამ აი მოვედი ახლა და აი ასეთი მიმიღე, მაგრამ მაპატია და ამის შემდგომი აღარ ბრუნდები უკან. სინანული სწორედ ეს არის, რომ უფალთან მოდიხარ, მაგრამ აღარ უბრუნდები იმ ცოდვას, რომლისგანაც ითხოვ დაღწევას. და ეს მოქმედებით უნდა მოხდეს, არანაირად არ შეიძლება, რომ მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლოს. წინა შემთხვევაში ადამიანი ისევ და ისევ უბრუნდება იმ მდგომარეობას და აქაც ჩანს, რომ მისი რწმენა არის ძალიან ნაკლები, პატარა არის რწმენა, თუ კი ადამიანი უკან უბრუნდება. აი თუ კი არის დიდი რწმენა და სურვილი იმისა, რომ უფალთან მივიდეს ადამიანი, აი მთლიანად უნდა დატოვოს მაშინ ადამიანმა ის ყოფა, რომელშიც შეიძლება რომ კიდევ დაუბრუნდეს. ისეთ იმ ცოდვას მთლიანად უნდა გაერიდოს მას და ასეთი ნაბიჯის გადადგმა ერთეულებს შეეძლოთ. ყოფილა პერიოდები, როდესაც
ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა მონაზვნად, მაგრამ ბევრი ვერ უძლებდა კიდევაც. ასე არ არის, რომ ყველა ვინც იწყებს მონაზვნურ ცხოვრებას ბოლომდე ასეთი ღვაწლით ამთავრებს. ამიტომ მარიამ ეგვიპტელი სწორედ ამით არის გამორჩეული, რომ შემდგომში როგორც აღწერს ბერეზოსიმე განსაკუთრებული ღვაწლის ქვეშ ყოფი ადამიანი იყო. ეს ცნობილი არის, რომ ფაქტიურად მან წერა-კითხვა არ იცოდა, თვითონვე ასე ამბობს მარიამ ეგვიპტელი. ამ დროს სახარება მთლიანად იცოდა, ზუსტად იცოდა ადგილები, ამავდროულად არ იცოდა საერთოდ თქვა მონასტერში და მონაზვნური ცხოვრებაში და არ ქონია შეხება, მაგრამ ზუსტად იცოდა თუ როგორ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ თაც ეუბნება ბერეზოსიმეს, როდის უნდა მოსულიყო რა, როგორ უნდა გაკეთება რა მსახურება, ყველაფერს ჩამოთვლის ფაქტიურად მან აი სულიწმინდის მადლი და ანგელოსთან მიერ იცოდა ეს ცხოვრება. ამ დროს საერთოდ არასდროს შეხება არ ქონია ამ ყველაფერთან. ამიტომ ეს განსწავლება შემდგომ უკვე მისი პირადად ანგელოსთან მიერ ხდებოდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივად იმყოფებოდა ანგელოსთა დასში. ის მიწაზე იყო, მაგრამ ამავდროულად იყო ანგელოსთა დასში, ესე როგორც არის ნათქვამი ზეც ისე იგი კაცი იყო და მიწაზე იგი ანგელოზი. ესე იგი ეს ადამიანი უკვე მიწიერყოფაშივე აღწევს ანგელოზობრივ მდგომარეობას და მისი განსვლაც ამ ქვეყნიდან როგორც წინასწარმეტყველებით ეუბნება თუ როდის გავიდოდა, იცის მას როდის გავა და შემდგომ მისი დაკრძალვაც მის დამირე პატივისცემა დაკრძალვისას როგორც თავად ბერეზოსიმე აღწერს თვითონ სისტემის პატივს ასევე ცხოველების წევნას ლომი გაუთხრეს მას საფლავს, ასე რომ აი მთლიანად მის დამე როგორც ადამიანები, როგორც უფალი გამოხატავს ყოველს ადამიანები და ესე ცხოველთა სამყაროც გამოხატავს პატივს მიაგებს. ეს არის ყველაზე უფრო მაღალი დონე, როდესაც უკვე ყველაფერი, როცა ადამიანი ძალიან დიდ სულიერ საფეხურს აღწევს, მაშინ ყველანაირი არსება მის დამე პატივისცემას გამოხატავს. აი ეს ცხოვრება არის ასეთი მოკლედ, ასე შეიძლება გადმოიცეს მისი ცხოვრება, რომელიც არის ყველასთვის გარკვეული სინათლის და ძალის მომცემი, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს და როგორ მიაღწიოს აი ასეთ სულიერ მდგომარეობას. და მადლობა ღმერთს, მთელი უამრავი წმინდანი არსებობს მართლმადიდებლურ სამყაროში, ჩვენ კონკრეტულად ახლა მარიამ ეგვიპტელზე ვსაუბრობთ და მანაც და ძალიან ბევრმა წმინდანმა მოგვცა ასე ვთქვათ მაღალი სახე ლოცვისა და მარხვისა და სინანულისა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად შეგვაგონებს ჩვენ დედა ეკლესია და მოგვიწოდებს ვთქვათ განწმენდისკენ და სინანულისკენ თქვენ თავადაც ბრძანეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მაინც არაჯეროვანია ხოლმე და ზედაპირულიც კი ჩვენი დამოკიდებულება და განცდა და გააზრება სინანულისა. აი თქვათ რამდენად მოტყუებულ მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც აი წლებია ჩვენ გვინახავს ასეთი ადამიანები, არა თავსაც კი იწონებენ იმით საუბრებში ვთქვათ, რომ აი მე ამდენი წელი ამრევლი ვარ და ამდენი წელია ეკლესიაში დავდებ. მაგრამ რეალურად ხედავთ, რომ გადის დრო და არაფერი არ იცვლება ამ ადამიანში. ბოლოს სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ, ჩვენივე თავიდან გამოვიდეთ, არა? აი რამდენად საფრთხილოა და აქვე ვინდა კითხოთ, აი ბევრი ვერ ასხავებს სასოწარკვეთილებას და უიმედობას სინანულისგან. აი აქაც რაღაცა ოქროს შუალედი სად არის, რომ ნამდვილად განვიცადოთ სინანული და გქონდეს ჩვენი ცოდვების განცდა. დიახ. ყველა ადამიანი, როგორც თქვით, თავისი შესაძლებლობით ინდივიდუალურად მოდის უფალთან და აი როგორც უფალი ამბობს, ვისაც მეტი მიუტევება, მას უფრო მეტად ვეყვარებია და ერთ-ერთი ადგილზე პეტრე მოციქულს ესაუბრება, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის უფრო მეტი ვაპატიო, რომელს უფრო მეტად ვეყვარებია. და ვისაც უფრო მეტი აპატიო, იმას თავისთავად და სწორედ ამბობა ეუბნება, რომ ადამიანს თუ კი უფრო დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი და თუ კი ის ამას განიცდის, თავისთავად როდესაც პატიებენ, მას უფრო მეტად უყვარს კიდევაც უფალი და როდესაც უყვარს უფალი, მაშინ ის ყველაფერს თმობს აქაურს, რომ იყოს უფალთან. იმასთან ვინც ეს ყველაფერი აპატია და ვინც მას ცხოვრება დაუბრუნა. მაგრამ შეიძლება თავიწყდება ადამიანს, რომ დიახ, აი აპატია უფალმა ის. ეს იმიტომ ავიწყდება ადამიანს, რომ ახლა აი თქვათ ადამიანის რწმენა, აი თქვათ ჩვენ გვიყვარს ვიღაცა ადამიანი. ხო არ შეიძლება რომ ახლა თქვათ გვიყვარს ადამიანი, ამ დროს არ გვახსოვდეს ადამიანი. არ ვნახულობდეთ, არ მოვიკითხავდეთ
არ გვახსოვს საერთოდ, მაგრამ თვლით რომ თითქოს გვიყვარს. და უფალთან მიმართებაშიც ხო ესე არის ადამიანი, ხო თუ კი ადამიანს უფალი უყვარს, შეიძლება რომ ის თქვათ არ ლოცულობდეს, ლოცვა ხო იგივე უფალთან ურთიერთობა არის. ან თქვათ არ მიდიოდეს ტაძარში და არ ეზიარებოდეს ეს იგივე განცდა არის და ნახვა არის უფლის. თუ კი უყვარს ადამიანს უფალი, როგორ შეიძლება რომ ის არ მიდიოდეს ეკლესიაში? ან არ ლოცულობდეს. ესეც თავის მოტყუება. ხო, თავის მოტყუება არის ეს წმენა. წამს მაგრამ ხო, წმენა არ არის ცოდნა. წმენა არის განცდა ღვთისა. წმენა არის გამოცდილებითი ცოდნა უფლისა და არა ვთქვათ, აი ესე თეორიულად ცოდნა რა, რადგან ამბობს ამდენი ადამიანი და წამს, ამიტომ მეც მწამს თუ არა რაღაც მერყევი მდგომარეობა. არამედ უნდა ითხოვდეს ადამიანი რომ შეგვეციოს უფალი რომ მოგცეს განცდა უფლისა. მოგცეს განცდათვის და ცოდვათა. მე ეს ერთობლივი მოქმედება არის, თუ კი უფლის განცდა გაქვს, მაშინ ცოდვის განცდაც გაქვს, იმიტომ რომ ესე როგორც რაც უფრო დიდ ნათელთან მიდის ადამიანი, დიდ შუქთან მიდის, დიდ ჭრდილს ხედავს უკან თავისას, ესე არის. რაც უფრო ახლოს მიდიხარ, მით უფრო მეტად ხედავს შენ მანკიერებას და შენ სისუსტეს. ამიტომ ადამიანი, მაგრამ რომ წახვიდე ასეთ, აი მაშინ ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგა, რაც მიწიერ ყოფის ნელ-ნელა დატოვებას ნიშნავს, მაგრამ სწორედ ეს უჭირს ადამიანს. ერთის გვინდა და მეორეს. მიწიერ ყოფა დატოვოს. ეს არ შეგვიძლია და აქედან გამომდინარე მე უფალთანაც ვერ მივდივართ. ამიტომ მე ვართ ესე რაღაც შუა ნელთბილ მდგომარეობაში, რაზეც უფალი მოგვიწოდებს, რომ ან იყავით ცხელნიო, ან ცივნიო, ნუ იქნებითო ნელთბილნი, ესე იგი რაღაც შუა მდგომარეობაში ნუ დარჩებითო, რომ ჯობია რომ რაღაც ადამიანი რაღაც შეიძლება უფრო უკეთ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ მე უფალი ისე მოუწოდებს მას, რომ შეიძლება ასეთი ნაბიჯები გადადგას და შეიძლება უამრავი ადამიანი ყოფილა, ვისაც კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაუდგას, მაგრამ აღწერილი არ არის, რაც არის მოტანილი აქამდე ვიცით თქვა, მაგრამ შეიძლება არ არის ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება ესე აღწერილი. მაგრამ როდესაც ნელთბილ მდგომარეობაში რჩება, თითქოს წმენაშია, მაგრამ არც წამს, არც ცხოვრობს იქიდან გამომდინარე, ის უბრალოდ ქვია, რომ ქრისტიანი არის, შეიძლება მიდიოდეს, კიდევაც ეზიარებოდეს, მაგრამ აი ხშირი არის, როცა მოძღვარი ხარ, ხშირი არის, რომ ადამიანს უსმენ და თითქოს აი რას გეუბნება იმას ამდენად არ განიცდის. უბრალოდ გეუბნება, რომ ასეთი რამე გაქვს, მაგრამ არ აწუხებს ეს. ეს ყოველთვის ჩანს, ხმაში ჩანს ეს, როდესაც ხმით ელაპარაკები და გეუბნება ადამიანს. ხო, ხმაზე არ ემჩნევა, რომ ის ამას განიცდის და ამიტომ აქედან გამომდინარე არც ესეთი ცხოვრებაც აღარ აქვს, მე რომ რაღაცას ტვირთულობდეს. აი ჭეშმარიტი სინანულის ძალაც ხო უფლის განმოდის მამა ცრემლიანი სინანულის რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ანუ მექანიკურად შეიძლება მოინანიოთ ცოდვები, მაგრამ აი იმის ძალა რომ ჭეშმარიტი სინანული გქონდეს, ესეც ღვთის შეწევნით ხდება. ადამიანები უწურები. დიახ, ეს სწორედ ეგ არის, რომ ადამიანს უნდა სწორედ აი ამ მარხვაში, იმიტომ იკითხება ეს ლოცვები რომ მომეც განსთათვის და ცოდვა ამას ითხოვს ეს ყოველთვის უნდა ითხოვდეს ადამიანი ამას რომ არ მოწყდეს და არ მოშორდეს რაღაც თავში არ ჩაიკეტოს და არ შემოიფარგლოს რომ ეს საკმარისი არის ახლა როგორც ცხოვრობს აი საკმარისია და მეტი მას არ ჭირდება სულ უნდა ზრუნავდეს ადამიანი საკუთარ თავზე სულ უნდა უყურებდეს რაღაც პერიოდში ადამიანს ახასიათებს ასეთი რამ რომ აი ასაკი რო ემოტება რაღაც პერიოდში ხანდახან გადახედავს ხოლმე თავის ცხოვრებას ეს გაიხსენებს დროდადრო ხდება ხოლმე ეს და აი ამ პერიოდში თქვა აღიქვავს ადამიანი თავის თავს რა გააკეთა და რამდენად სწორი იყო ესა თუ ის მოქმედება და რაღაც ხანდახან თუ კი კარგად ხდება ამის გაანალიზება ხოლმე დაინახავ რომ რაღაც ბევრი რაღაცა არასწორია და მე იწყებ საკუთარ თავის დანახვას აი განცდას რომ ეს მოქმედება არ იყო ძალიან კარგი შეიძლება ძალიან ცუდიც იყო ხშირ შემთხვევაში და მე იწყებ რაღაცნაირად ზრუნვას და ეს ზრუნვა უკვე არის აი გამოცდილებიდან გამომდინარე აი ამ მამათა მიერ აი ასეთი წმინდანების გამოცდილება უკვე უნდა გაიზიაროს ადამიანმა თორე შენით ახლა ახალი გაჭრა და ახალი თქვათ რაღაც მოგონება არ არის საჭირო არის გამოცდილება და შემდგომ უნდა ეცადო რომ ეს რაღაცნაირად შენ თავში გაატარო პირველ რიგში ყოველთვის არის უმთავრესი ვედრება ღვთისადმი რომ მოგცეს საშუალება რომ შენ განიცადო შენი ცოდვები და დაიწყო
ტირილი საკუთარ თავზე. აი ამის შემდგომ მოდის სინამდვილე. მოგეთ შეგვეციოს ხირსი მარიამ ეგვიპტელი ყველას. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის. შევახსენებთ ელისაბეტელი მაყურებელს ბეთლემის თამავიწყო. მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მდომსახური დეკანოზი ზურაბ მჭედრიშვილი საუბრობდა სტუდიაში.